ჩვენ შეიძლება რა თქმა უნდა შევაფასოთ ყველანაირად ეს ომი რომელიც იქ მიმდინარეობს, მაგრამ მინდა ხაოს გავსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ძალიან დიდ სამსახურს უწევენ სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს, იმით რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბირთვული იარაღის ანუ არ შექმნის გარანტიების საკითხი, ანუ ძალიან მკაფიოდ აქვს დაყენებული. ახლა წარმოვიდგინეთ, ერთი წუთით რომ კონდეს ბირთვული იარაღი ირანს, რამდენად უფრო ხიფათიანი იქნებოდა ჩვენი რეგიონის და იმისთვის რომ კონტრასტი წარმოვიდგინოთ, ერთ წუთით წარმოვიდგინეთ რომ ბირთვული იარაღი რუსეთს არ აქვს. რამდენად უფრო საშიში იქნებოდა, ან ნაკლებად საშიში რუსეთი, ხომ? რუსეთს რო არ კონდეს ბირთვული იარაღი, უკრაინელები უკვე დღეს დაამთავრებდნენ ამას. გაბედავდა ხო უკრაინას შეჭრას. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი, ამიტომ ჩვენ ეს რა თქმა უნდა საქართველოს ძალიან უნდა დავაფასოთ ის რასაც